მოგესალმებით პირველ რიგში. დღეს დაგეგმილი იყო თბილისის ძალიან საინტერესო ადგილების გადაღება, მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო რამ აღმოჩნდა. სრულიად მოულოდნელად ალექსანდრე მიიწვიეს როგორც საპატიო გიდი და ყველაფრის მცოდნე, ისტორიკოსი, არაჩვეულებრივი პიროვნება და ასე შემდეგ. ჩემს გვერდით ზის და ესმის ეს ყველაფერი და იღიმის. დაპატიჟეს მიიწვიეს უпростоრად ისეთ ადამიანთან, რომელსაც გულშემატკივრობთ მთელი საქართველო, მთელი მსოფლიო. ამიტომ დღეს მე გადავინაცვლებ სრულად ოპერატორის პოზიციაზე და ალექსანდრე გაგვაცნობს თბილისს, არა მარტო ჩვენ, არამედ მერაბ დვალიშვილის და მისი სტუმრების გიდი ვარ დღეს და უნდა ვანახოთ თბილისი, შევაყვაროთ. ალბათ რთული იქნება, რადგან იმდენად პოპულარულია თან აი ახლა ხანს მოიგო ბრძოლა. მე წარმომიდგენია ქუჩაში რა მოხდება, ხალხი როგორ გააჭრება, მაგრამ ვეცდებით რაღაცნაირად მაინც ისე წყნარი ქუჩები თვია, როდესაც მარტო უცხოელები არიან. ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის და ძალიან მიხარია. თან ეს სულ ახალი ამბავია, ილია თოფურია, ეხა მერაბ დვალიშვილი, მაგრამ ჩემპიონები არ გვანებებენ თავს. აბა დაგემშვიდობებით მე დღეისთვის. კადრი მიღმა დაგიქნებთ ხოლმე ხელს. ველოდებით. სტუმრები უნდა ჩამოვიდნენ მალე, სადაც 5 წუთში. სულ არ ვნერულობ ხოლმე ზოგადად ტურისტი, მაგრამ ახლა ცოტა დავნერულობდი, მაინც რაღაცნაირია რა პასუხისგებლობა და ჩვენ გავირით ძველ თბილისში, დავთვალიერებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ადგილს, რასაც მოვასწრებთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს კარგი რეკლამა იქნება. გაიცანით ჩვენი გიდი ძალიან სასიაოვნო ალეკო, როგორ გაგხმარება, რომ სტუმრებს კარგად წარმოგუჩინოთ საქართველო. გამარჯობა, მერაბის ისაა. ძალიან მიხარია. ეს მიხარია და ხო, ნახე მე როგორ გავაკეთებთ, იცით? რახან ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ჩვენ მეტექს ეკლესიას მივალთ, იქიდან აი თბილისის თავარი ამბავი მოვყვებით, ჩავალთ აბანოთუმაში, ყველა ძველი არქეოლოგიური ამბავი და იმის მიხედვით როგორც მოვასწრებთ, თაწმინდა თუ სამება, იმის მერე რა დაგვრჩება, იმის მიხედვით გადავწყვეტ. დაიხარ. First of all, I'm very happy to be your guide because I'm for a long time been a fan of Merab Vengeance when already he started his career in UFC. I know you because of everybody knows you, a follower for a long time. So I'm today your guide. I'm a history and geography teacher and a guide more than 20 years. I was, by the way, it's very funny, but I was a guide for Ilia Topuri as well. The last year was, I don't know how it's happened, but it's happened. Like the funny, like Michael, like a guides of champions. So I'm very happy. So today we will see just very short version of the Tbilisi tour, and what is interesting, you will understand why the Merab is so strong and like a fight because of. If you look the history of Tbilisi, also about Georgia, unfortunately, it's more about war, but good side is more about the create as well. Yeah. So a lot of wars and a lot of things that we have to fight, and it's became kind of our DNA, because every Georgian, the history we have more than 3,000 years the history of the country like here.
We have very good sightseeing, very nice architecture, style, the balconies, the old castle, everything. But for me, the main sightseeing for this city, for the country, they're the people. Სწორედ ადამიანთა ტური ჩატარება მით უმეტეს ახლა რომ მოხდა ეს ყველაფერი არის იმდენად რთული ვერ წარმოიდგენთ. გავდი ვერ კუს ნაბიჯებით, გადაადგილების გარეშე ფაქტიურად იმდენი ხალხი აჩერებს და თხოვენ ავტოგრაფებს, იღებენ სურათებს და ასე შემდეგ, მაგრამ იმედია მაინც ვაჩვენებთ თბილისს კარგად. About the legend, the hunting legend. This story belongs to him, the King Vakhtang Gorgasali, who was who officially is a kind of the founder of Tbilisi. And the hunting legend, it happened to him somewhere in this territory. Look at the mother of Georgia, the monument, what we have in the top of the mountain. It's a symbol of the Georgian mom. The role of the mother was huge. And what she symbolized, right hand, she had a sword. If it's necessary, she had to defend the family. Left hand, she has a glass of the wine from the guests. It depends the reason why you came in Georgia. So you came here as a guest. So we will give you hug and the wine. If you come here as with weapon, of course we will fight. A big international. Just an example. Here, Georgian Orthodox Church, Muslim mosque, Sunni and Shia, they share this mosque. The Armenian Apostolic Church, right down there is the Jewish synagogue. Then Ateshka is a Zoroastric temple and Catholic Church. Yeah. We have to get hugs and kisses. Yes. 6th, 9th, 11th century. And here is the oldest place of Tbilisi. They did pools. They did the pipe, water pipe, 1, 2, 3, 4. And here we see minimum 3 different layers of the archaeological excavation. First one, oldest one, 2nd, 3rd century. So Tbilisi, we can say it's not 1,500 years old, minimum 1,700 years old city. Some of them, this is 11th century, the pots, what we use for the drinking and for eating. And why the wine has, white wine had the amber color, and why we call it Qvevri wine or amber wine. What is, by the way, recognized by UNESCO as a non-material heritage of the world. All the buildings, what we see here, this is Sulfur hot spring. And even in Georgia, we had a rule. In Old Town, every single guest who wanted to visit the city, they have to clean themselves after your welcome. Because hygiene was very important. ეს არის, რა ვიცი, ჩემთვის ალბათ ერთი ასე ვთქვათ,
საპრეზენტაციო ხედი თბილისის. Სადაც ჩანს ის ეკლექტიკა არქიტექტურის აივნები, ქართული, აღმოსავლური, ევროპული, ყველაფერი შერწყმულია. ზევით გამოდებით კი. წავედით. So I was telling her the story, maybe you remember from childhood. It was working, but it was abandoned almost more than 30 years. And it's restored just a few months ago. Now it's one of the main sightseeing of Tbilisi, connected with old Tbilisi, Rustaveli Avenue. მადლობა. მოგეთ დღეს მაგარი დღე გქონდა. რა ვიცი, დიდი მადლობა. თბილისის ტური გქონდა. აგერ YouTube არხი გამოიწერეთ, დააკომენტარეთ, იმიტომ რომ თქვენ გელოდებათ საინტერესო მოგზაურობა, ისტორია, შენგენაც ვარ და მაგარი ხალხი. გაიხარა და ჩემპიონები და სუჩემპიონები. ხო, და კაი, მადლობა. ოქროს კაცი. თოფურიები, დვალიშვილები. ხო, კიდე მეტი უნდა იყოს, მეტი და მეტი.